დაგვინგრია ყველაფერი ამ თოლმა. ბატონო დავით. გეთანხმები. გამარჯობას მეგობრებო, არ შეგაწერება კარგი ხარ. გამარჯობათ. ბატონ დავითს მაკაცი ყავს მოყვარული ქვია ბატონის საბა. ხო და USA to Georgia გვიფეშკაშა ეგეთი რაღაცა, რაღაცა ისეთი ხმები აქვს, მოკლედ. არა. ხატია. ეს არის კორეული მაღალი. საჭმელიც გავაკეთოთ კორეული. შენ რა სიტყვი გიყვარს კორეელები? რატო? კორეა არის კორეის ნახევარკუნძულზე. დახოცეს ერთმანეთი. ერთს რაღაცა ღმერთი ყავთ მეფე მარჩენალი და ასე შემდეგ. კომუნისტურია და შიმშილ ცულიძულებად. აი ესეთი რაღაცა. მაიცამა. ოღონდ არ ვიცი ეს როგორ გამოიყენება ჯერჯერობით, მაგრამ მოგეთ კორეელებს. კორეელებს აქვთ კულტურაში ეგეთი რაღაცა რა. ეს რომ USA to Georgia ეს მოგცა. ფეხებიც აქვთ. ხო, გითხარ რომ კორეულიაო და რახან მე აზე არ ვიყავი რა უნდა მექნა. მაინც ჩავხედე იმას რა, კორეელები ამას როგორ იყენებენ. ესეთი რავი, თუ ვინმე კორეელი ხართ მომწერეთ, აბა. ხო, კორეელებს კი ძაღლებს ჭამენ. როგორც ჩვენ სხვას ავჭამთ, ეგრე მიიწმევენ ძაღლებს. ხო და მადა დამეკარგა. ხო, აი ძაღლის დანახვაზე ნერწყვი მოგივა, როგორია. ხო და რას ვიძახი უყურე? ჩვენ არ შევჭამ. მაგიდაზე დებენ, აი ამაზე და პროცესში, კეიფის პროცესში, თუ პურის ჭამის პროცესში, რავი, ეგენი რაც შეიძლება კეიფობენ, რაც აკეთებენ, თან ამ იმაზე აცხელებენ რა. საჭმელს ედმეწვავენ. აი ეს რაღაც უცნაურობა მოყვა, ეს არ ვიცი ოღონდ რა. აი, წაიკითხე. ბატონო. აკორეულ. ეს იქნება რაღაცა ალბათ. ხელი. ესე? კი ბატონო. მოდი ახლა მე ამას ავაწყო. ანუ აი ესეთი რამ ხო, ტაობაოდან არის ეს ნაყიდი. თან რაღაც მაგრა იაფად მგონი 17 ლარი თუ რაღაც აღიდა. მოკლედ ახლა გამოვიყენებ ამას. ბატონო დავით რა დღეში? შევიდ რაღაცა არის. მაგდენი ვოლტები რა თუნდოდა. არინება. მოგეთ ახლა ამას ავაწყობ და მე აწყობის გაჩვენებთ რა გამოვა რა. მანო გათიშე. მოკლედ ეს ავაწყე. ოღონდ ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ სახლში უნდა გააკეთო რაღაცა დოკუმენტური ფილმი ვნახე რაღაცა რესტორანში ხედა რა და. მოდი ახლა მე რახან ნახშირი მაქვს აქ ცოტა უმეში. გამოვიტენ და ესიც მაგისთვის. რა რო? ხო თან ჰაერისიც აქვს რა გამიავიდა. ეს. ახლა არ ვიცი, ბევრი უნდა, ცოტა უნდა. ამ კორეელებისა მე ვერაფერი ვერ გამიგია. მგონი ეყოფა რა. ბატონო. კორეელებს თვალები ხო? და? თვალები. თვალები რა? აქვთ. არა, შულ ეგ ხო უყურებები არის აბსოლუტურად. ეგრა შეკითხეს მასზე. მე მგონი რომ ეს გაცხელდება და მაგიდას გაუფუჭებს რაღაცა დაუდოთ. არა. ეს არ გაცხელდება ვითომ? არა. კორეულია. შენ კორეელებს ეგრე უნდა სინიხარ, იმიტომ ხო და კორეელები არიან და ჭკვიანები რო არიან. კორეელები უშვებენ მანქანას. აბა კორეული მანქანა მითხარი რომელიმე? Hyundai. თუ Honda თუ ავიცი. Hyundai მგონი არის კორეული, კი ბატონო. ეს მაინც უნდა დაუდო რა გული მეთანაღრება რომ. რა იცი რა ხდება. ეხლა მე ამას მაინც ბოლი აზდის. მე ყველა ვარიანტში. მეტი არ უნდა აი ეს. ბატონოვანო, ეხლა მომაწოდე შენ ინგრედიენტები უნდა გავაკეთო. მაინც.
შაშხი. მოკლედ ამას ბოლი არ ასდის რა ნუ ეხლა თქვა გაშანშალებული ესეც შეიძლება ხორცი აი. რა? ხილი. ეხლა თქვა გაშანშალებული მაშინ უდადებთ ამას რემონტში მაგრამ კაია ჩვენ მელურები ვართ. ეს აღარ აღჭირდება ხო ეგრეა მოკლედ რა გინდა ხო ეს არის ეს რა ხორცის ასაღებით შეიძლება იყოს. აი ეს არის აი ეს აი ეგერეთ შეგილია და. მანაი? რა გინდა ნიკმანა. ამის ასაღებია გავიგე. აი ხო და რა გინდა რატომ გებძვი მან. მოკლედ აი ესეთი რაღაცა ხორცაც ხო აიღებს? ა ხორცაც ხო აიღებს? შვილო კაი, აი შენი იყოს. ეხლა ეგეთი ისინო ამას ხო იზავ ისე ეგრე შეიძლება ყური ვიდმეს ყური გამოიყენო საფერფლებს აი ესე დააწვევ და ჩააფერფლო ხო შეიძლება მაგრამ ხო არ აშვები და ეს სხვა რაღაცისთვის გამიგე ა ზოგი შეიძლება შვება. ზოგი შეიძლება შვება უგონოები იმდენი არიან ხო ალბათ შვება რახან შენ ჩემი შემყურეგით რაღაცებს იცახი შეიძლება მოგეთ ეგ შაშხი ამას მე დავჭრი მოკლედ შლათ უნდა დაიჭრას რა მაშინ დიდი ხანი არ მოუნდება გაკეთებას. შაშხს შაშხსა და ზოგადად ხელად როა და. ო ნუ ეხლა თლათ არ უნდა დაიჭრას აი ესე რა მოდი ამას სუნთლიან და არ გამოვიყენებ ესე იმიტომ რომ იმის ფართობი რაღაცა დიდი არის ეს არის მეორე ნაირი შაშხი ამასაც მე ესე დავჭრი ეს რაღაც ხვანერი ფაქტურაა რა, მაგრამ ეს ეგრე იჭრება. აი ესე. ეს არის შებოლილი სოსისი. მოკლედ. რა მოვიდეს. ამას ეხლა მე ბატონო დავით და ბატონო საბა. აი ესე დავალაგებ. თან ამისი მუღამი ცი რა არის? რაკენ დავლა დააგდე, ხო? არ დამიგდა დავარდა. მე გავწმენ. ეგ იცი რა უნდა თქვა, კი არ დავარდა, გრავიტაციის ბრალია უნდა თქვა. რა ჩემი ბრალია? რა ჩემი ბრალია, ბურთი რო გვალია. კაი. მოკლედ აი ეს. ამჩი არა? აი კიდე რა მაგ. მიწის იქნება. ეს გიჭამ მაგითი მიწის ამთხრა შეიძლება თუ არა? არა, მიწას დავარდა მეთქი. ნერე გაწმენდე. აი ესეთი რამე ვიყიდე. არ მიჭამია რა. შეგინდა ნახე. გუგრის ფერია. ამას ეწერა ფრანგული ტკბილი კარტოფილიო. ამასაც ხლა დავჭრი. ჭამო? არ მიჭამია. ხო და ცოტა ავიღო? ეხლავე? ხო. უმი? უნდა შეიწვას? ხო. ბიჭო კარტოფილია. უმი კარტოფილია. კარტოფილია, მე სტაფილო მეკონა. სტაფილო გეგონა? მოკლედ აჰა შენ თუ სტაფილო გეგონა? ოღონ ფრანგული. რა ხა ფრანგულია თუ რუმინულია? ეწერო ფრანგულიაო. აი ეს. მაიცა. გაიცი ახლა? მე ნიურებსაც დავაგდებ, ნიურებს უფრო სწორედ რა, რამდენიმებს. ესე შუაში. რაღაც ლამაზად გამოიყო. ლამაზად? ხახსაც დავდებ. მაინცა. ესე. კორელები მაინცა და მაინც სუნაგობით არ გარგდა ხელით ჩარჩა. არა, ეს ხილაღაც. სუნაგობით არ გამოირჩევიან. ამიტომ აი ესე. ეხლა რა ხდება? ამას ესე დებენ. და ლაპარაკობენ. რაც უნახე, ხო ნუ რავი, ჩაისასვავენ, ეგრე ღვინოსაც არ ასვავენ. აზიელი მაინცა და მაინც ღვინოს არ ეტარებიან, საკეს ჭამენ. საკეს სვავენ. საკი არის ბრინჯისგან აკეთებენ სასმელს. 35 გრადუსიანი თუ 34 გრადუსიანი, მაგრამ მაგათ ყოფილ რა. ალკოჰოლი. ხო, ალკოჰოლური რაღაცა. მოდი აი ამ თავს არ შევჭამ რაღაცა, ალბათ გამოიყენ. მოგეთ ახლა ემას, მომეცაკ ბატონო დავით, თუ შენ გადაატრიელი. მე გადავატრიალე. ო. ხო. აი, საერთოდ და კიდე გადაატრიელი. დადიხარ ხოლმე შენ ტყეში? ხანდა. რომელ ტყეში ხარ ამოფი? აწმინდაზე ვადიხარ. თაწმინდაზე? თაწმინდაზე თბილისში. სერიოზული ტყეა, ხო იცი?
გელი რამე გინახია ველური წყობილი. არა? უპატრონო ზაღლების შემოსევა თუ გადაგიტანია. გააქვს იარაღი რამე? რა გაქვს? პნევმატური თოფი გაქვს? მაგას კის ნუ ეძახი, მაგას გვიაქნებული პნევმატური თოფი. ეხლა მე შენ კორეული სიმღერა თუ იცი რამე? კორეული სიმღერა არც მე არ ვიცი. მიწებებული. აცი მე შენზე ძლიერია? მოგადე შეიწובה ეხლა. პატივცემულებო და შენ მიეხმარე რა. ცოტა ესე მოდი. ეს არაა დამწვარი. მოდი შეინცი რაკენი, შენ კარტოფილები ამოატრიელი. არ დავიწამლოთ, კაცო, ესე კი არ მიჭამია, ხო იცი? არც. აჰა. ამას ეხლა დანიავება და რაღაცა, აი ბოლი რო აუშვა, ეგ არის ისა რა ქვია. კარგის ნიშანი. კარგის ნიშანი კი არა, გავიბოლებ. ცუდის მაშინ. ბატონო, რო ფანჯარა ისა გააღე რა. ფანჯარა. რა ქვია, კარები გააღე რო. ნიორები გადმოატრე, არა. აჰა. ესეც. ნეტ ამას ან მარილი უნდა, ეგრე ეწერა. ტკბილი კარტოფილიაო. მაშინ შაქარი უნდა. მოდი პირდაპირ ჩავაფრინდები რაც არის ისე შევჭამ. მე ვიღაცა მარად გქოს. მე რაღაც კარტოფილი მითხრეს ისა რა ქვია. გადავწვიტე რომ შევწვა რა. ესენი გადმოაბრუნო. არა. თვალები. ტკბილია? კაი საჭმელია. მომეც. მაინც აბაღლა გა. დედა ამის შეწვა თუ შეიძლება რა საინტერესო. მანო შენს გინდა? კულინარისტი. აჰა. აბა გასინჯე. იძი ბო. კანია შეჭამ. აჰა. რო შეჭავა მეთქი. ინტერესი გამოაქვს. საფილოს. სოფელში რო გვერგა, რა ქვია? კარტოფილი რო იყო, მიწაში რო იზრდებოდა, მიწაში კი არა. მიწის ვაშლი. კარტოფილი მიწაში. მიწის ვაშლი, მიწის ვაშლი. მაგის გამოაქვს ოდნავ. აი ზაგიდა ცხარალარი, აი. ეს არა უნდა ამოაქვს. არ ვიცი რა ვიყო. ეს თუ ნახე. გამოშვა. აი, ფაქტურა ნახეთ რომ ჭამ. ხრაშა ხუში გაუდის და რო შეიწვა. თუ გაცხერდა. მორბიდა, რეზინას ავიღადა. ეხლა ზეს უმზირისა და გოგრის გემოაქვს. ხო? აბა ეს გასინჯი. შემწორია. დარბილდა. ცოტა ტკბილია. ზეს უმზირის გემოაქვს და არ ცოტა გოგრის. მოგე რაღაცა. მოკლედ ეს არის კორეული ჩვენი. მაიცა სოსისები არ დაეტია, ხედავში რა. მოდი ერთი ცალი მაინც დავტვით როგორღაც რა. არ ეყოფა. ესა? არ ეყოფა. ვანომ კიდე აიღო და ციცაკად ჩაამატა. ეს ციცაკა არის. ბულგარული ციცაკა. მოგეთ, ორი ჯიშის ის არის, რა ქვია ზედა? ეს კარტოფილი რავი, აი როგორ გითხრათ რა. კარტოფილის გემო არ აქვს. კარტოფილის გემო არ აქვს. უმი არც მიჭამია. კარტოფილის გემო მართლა არ აქვს. აი ეს. ბატონო საბა, შეღვინო სვახო მე. არა, ბავშვისთვის არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა. უშააცა. ორი ჯაძე კი ბატონო. სანამ პატარები ხართ ეგრე გააკეთეთ. რო გაიზდებით მე ეხლა ნახე მე რა ვქნა. აი ამას მოვაჭრი. ფიზიკა ჯერ არ ასწავლობთ, ხო? მაშინ მე გეტყვით. თბილი მასები ადის ზემოთ. ხო ეგრეა? ეხლა ზემოთ უნდა დავაფაროთ. მთელი ცხელი ჰაერი შემოშიგნით. იდეაში რა უნდა მოხდეს? ვერსად ვერ უნდა გავდეს და უნდა მოიხარშოს. თან თუ აი ამას დავაფარებთ, ამას ხო ბოლი აზდის და ამის იმას სურნელსაც შეიწოვს. შეიბოლებ. შეიბოლებ. არა, მოიხარშება და შეიწოვს. ეს არის რაღაც ძალიან არა ქართული საჭმელია რა.
შეიძლება ვერც გაიგონ ქართველებმა, ეს არა ისა, ქართველებმა ამის ამბავი, მაგრამ აი ეს. ახლა ჩემი აზრი ეგ არის, ხა რასაც ეს ოკეთე, ადვილი გასაკეთებელია, შეგიძლიათ ვნახე რომ კორეელები ამაზე ალაგებენ ხამანწკები იცი რა არის? არა. წყალში დაძვრებიან რაღაც ხოჭოები უთარიან. თეთრია. არა, იმაშია, ნიჟარაშია. ვიცი. არის კიდე მეორე წყლის ტარაკანას ეძახიან, რა ქვია იმას კაცო. ანუ რა ქვია წყალში რომ კიბორჩხალა კი არა, მეორე. კრაბი. კრაბი კიბორჩხალა არის რუსულად. მოკლედ წყლის რაღაცა ცხოველებს ალაგებენ და ჭამენ. შეიძლება 8 ფეხა მიაგდო მოსემ. მოლუსკები? მოლუსკებსაც და ჭამენ, კი ბატონო. ყველაფერს ჭამენ. არა, ნუ ეხლა ის როგორი მონტია. ნახევარკუნძულზე ცხოვრობენ. აი ძარ მოიდგენ, ეს არის ნახევარკუნძული, ხო? ნახევარკუნძულზე სამხედრო წყალი უყეს. აქ ვინცაც ცხოვრობს, აქეთაც ზღვა, აქეთაც, აქეთაც. რა უნდა ჭამოს? რა ზღვაში მოიპოვება. ჩვენ ერთი ზღვა გვაქვს და რა არის? ერთმანეთი. იქაც მგონი ვერაფერი ვერ ვქენთ. თევზის ერთადერთი ისა გვაქვს, რა ქვია? ქართულად. თევზი როგორ აკეთება? იწვება. ქვია ცოცხალი. წარმოიდგინე მკვდარ თევზს ეძახით ცოცხალს, ხო? ჩვენც უცნაური ხალხი ვართ. ეს თუ გამოშრა. ეს მგონი უმათ უნდა იჭამოს რა. ისე ბატონო ვანო უნდა გუგლში გვენახა. ეს კარტოფილი როგორ გამოიყენება რა. ეს მოტროლე. დათვით არ დაიწובה. კაი, ეხლა ამას დავონებოთ. თავი პატივცემულებო. თუ გინდა ესე კორეაზე ვილაპარაკოთ. ვიარო. ორი კორეა ესეა გაყოფილი. სამხრეთი და ჩრდილოეთი. ჩრდილოეთში კომუნისტები არიან, რუსები ეხმარებიან. ატომური ბომბი აქვთ. სამხრეთში ამერიკელები ეხმარებიან, რა? კიმჩენინი არის. კიმჩენინი, თელი ჯიშ და ჯილაგი სუ კიმები არიან. კიმერსენი იყო, კიმჩინირი იყო და კიმჩინინია ეხლა. შენც ის რა ქვია. მან თუ გამოდის აიფონები. მერე? აუ, ხო გამოდის რა და კამერა არ აქვს. არ შეიძლება მანდ გადაღება. მაგათ აყავ თავიანთი მამა და მარჩენალი, გამიგე? ხო, მეფეა ის. მეფე არ არის, ხო, ნუ აგე ამოვიდა. რაც არის რა, ხალხს ეუბნეო რომ პრეზიდენტი ვარო. კაი, ეგ დააფარე რომ მთელი თავის მუღამი იყოს. მოკლედ ეგ ამას შევწვავთ. რომ გაყურებოთ ამ რაღაც დროის განმავლობაში უნდა და მე რა ვიცი, ხო? ახალგაზრდა კულინარების დახმარებით იქნებ რაღაცა გამოგვივიდეს. შერეთქო ბატონო ბანო? ნათალი. კაი, მაშინ და კარტიში. აქ ფონი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ნახეთ. ეს ასე თუ ისო შეიწვა რა. რომელი გინდა? ეხლა ამ მოწყობილობაზე მე ერთი შთაბეჭდილება დამჭა. ქართველი მარაში შეიძლება გამოიყენოთ. ეს შეიძლება ნაკუჩხალი ჩაყაროთ ამაში და სუფრის გვერდზე, ან რავი, თუ გინდათ, ბუნებაში თუ ხართ, სუფრაზე დათოთ. ან პირდაპირ აქედან ჭამო. არა, მუღამი რა აქვს. ეხლა ესეთი რაღაცების გაკეთება ჩვენ არ გვახასიათებს. იცი რა, კაია, რა არის კარგი? თუ დიდი ხანი დევს რა რაღაც და არ შეიჭამა და კიდე თუ მოგინაჭამ, დადებ ეგრევე გათხოვ. ხო და იქამდე ვერ მივედი რა, შენ დამასარი, ხედა უკვე, ისა ჯობია მამასა რო შვილი ჯობდეს მამასაო. ეხლა გეტყვი რა ხდება. ის ურჩევნია მამულსაო, ხედა მეც ამაბნია და ამაბნია. ჭამთ, მიირთმევთ, რავი, ხინკალს. შეპიწყინება გინდათ. ხაჭაპური. გინდათ ხაჭაპური შეაპიწყინოთ, გინდა მწვადი. პირდაპირ ქვაბით შეგიძლიათ ამაზე შემოდგათ. ანუ ეხლა რაცა ბოლავს, ეგ არის აი ხორციდან ჩასული ისა რა ქვია. ეხლა რაც შეეხება აი ამებს. ესენი ბევრ წყალს შეიცავენ რა. ამიტომ მეტი დრო ჭირდებათ რომ შეიწვას. მოკლედ. აიღე შენეთ ჯანგალი. ბატონო და შენც აიღე. მე ახლა სასირეთის ღვინოს დაგალევინებთ. ეს არის ძალიან მაგარი ღვინო. და კაი დიდი ხნისაც არის. არა, ეგ იყოს. ბატონი ვანო ხელით მანიშნებდი, ხო არ გავიტანთო და იყოს, ეგ არაფერს არ შეგვიშლის. სადღეგრძელობის თქმა იცი? არა? შენა? ცოტა. ცოტა რას ნიშნავს? ცოტა ვიცი რა. ეხლა ნახე,
შენ ხო იცი შენ. არასოდეს არ დალიო სადეგძელო თუ ჭიქის აღებამდე გაქვს მოფიქრებული. იმიტომ მე იქნება ყალბი და საშინელი, მაგრამ იგე ჭიქას რო ხელში აიღებ, გული თვითონ გეტყვის, გაიგე, რა უნდა თქვა. აი, ეხლა ხელთათმანები გავიხადო იმასავით რომ მაცვია. აჰა, ესეც მოიცით. ყუა გიყვარს? ყველა ბავშვს უყვარს ყუა. ბავშვობაში ფიქრობდი რომ 5 ყუან პურს ატო არაკეთები. ხო შეიძლება სხივები ვითაქონდეს. რა? და იქნება მაგარი. აჰა. სულ შევჭამდი. მოდი. რახან ამ დღეში ვართ. აბა გასინჯეთ რომელიმე, ეხლა ნახეთ, ორე აიღეთ და აუცილებლად გასინჯეთ შემწვარი ისა რა ქვია, ნიორი. ეს ბატონოა ვანომ მოგვაწოდა ეგიდია. ოდნავ ნივრის გემო გაკრავს. ნიორს. ეს მე მამწარებს დედას. ნიორს. ო, ნიორს მაგრამ. აბა ნერესი გემო უნდა რა, ნაბაჟე შეჭამე ნიორი. რისი გემო უნდა კონდე? კარტოფილის გემო ხო არ ეკნები? უნდა ვარ, მე გიოდნავ. ერთად შემომეცემები მე ნახავ. უნდა კონდე. მოხუც მამაზე. რა მოხუც მაგ რისი გემო უნდა? მოდი ჩვენ ტყემალის დავასხათ აქ. ტყემალს წაზე როგორია? კარტოფილის გემო. მოდი ბატონებო. აი ამ ჭიქით ხალხთა შორის მეგობრობას გაუმარჯოს კორელების დამატებით. ჩვენ არაფერს არ გვიშნიათ. ოღონდ ჩიდილები ძალიან სოდონი არიან, ვიღაცა საიზღრები აზიან თავზე. იმ ხალხს აკორტნიან. აქეთ კიდევ შენიოთა ცხოვრობენ. დახსენიყვენ მაგ უბედურობას. იმათაც კარგად ეცხო, ჩვენც კარგად გვეცხოროთ, რა დავაშავეთ. მაგა დამოდობით, ხო? ყველა გაიხავს გაუმორდა, ყველა ერთს გაუმორს ამ ქვეყანაზე, ცუდი არის არ არსებობს. ცუდიც არის, კარგიც არის, ყველგან. მაგრამ ზოგიერთ დამპალ ქვეყანაში მეტი ცუდია, გამიგე? ზოგიერთში კიდევ ვინც ღარიბად ცხოვრობს, მეტი უტვინოა. გამიგე, უტვინ ადამიანი ვერ იცხოვრებს მდიდრად, ხო ეგრეა? აი რო ზიხადა, ვაიმე, რატო ფული არა მაქვს? იმიტომ არა გაქვს, რომ რა იშომა? ტვენი უნდა ქონდეს. ტვენი უნდა ქონდეს, კი ბატონო. ჩააწეთ თითო პური ამაში. თუ ეთახმებთ ამ ზადერებს, თუ არ ეთახმებთ, შეგიძლიათ არ ჩააწვით. აჰა. ხილად კაცო. ამბავ, ნახევარი პური შევს, ამომიტუნბეს მთელებენ. ეგრე. აჰა. აჩაცი, გაუმარჯოს ხალხთა შორის მეგობრობას. ზაგებ შენიერი კორეული რაღაცა არის. დიდობის გადაღებაში გვეხმარა USA თუ ჯორჯია. ყველა ქართულ კომპანიას გაუმარჯოს, ვინც არ გვეხმარება იმათაც. აიღულვა. კაი არ არის ბიჭო. ძალიან მგაია. კარგის. მოკლედ ეხლა ეს კი შევწვით, მაგრამ თვითონ ამ მოწყობილობაზე ტაობაოზე ღირსად 12 ლარი თუ რაღაცა ღირდა. ძალიან იაფიღის რა. ჩამოატაინეთ. სხვა რამეში ფული არ გადაყავთ, აი მშვენი რაღაცა შეგიძლიათ ხორცი დაჭრა წვრილზოლებად ზედაყაროთ. სოსისი? სოსისი აგერ ხო დავყარეთ აგერ შევწვით. არ გაგვისინჯავს. გასინჯები რა აგერ არ არის. ანუ თვითონ ეს მოწყობილობა არის კაი რაღაცა რა. მაგიდაზე გიდებთ და პატარა რაღაცა შეაფიცხებ რა, შუაში რომ ჩადგათ. ოღონდ ეხლა მთრად კიდე ერთხელ ვიტყვი, რემონტია სახში ნუიზავთ, ან ქოხში, ან სადმე ბუნების სიახში რომ დადგათ. ბუნძიახში. ხო, ნაპერწკლები ამას ვარაცვიო და არაფერი. და მშვენივრად ისე ამოვიდეთ. ამით ბატონებო გამოვიმშვიდობთ ამ პატიო ხალხას და კორეულად ერთი მაგრათაც კორეულად არ ვიცი ლაპარაკი თორე. გულსის მიბუჯებს რომ ზაღლებს აჭამენ, მე კი ზაღლები მიყვარს. კარო ბრძანდებოდეთ? შემდეგ ვიდეომდე. და ხო, კიდე აი ესეთი რაღაცებს კიდე ჩამოვიდა სხვადასხვანაირ უცნაურ რამებს და გადავიღებთ. ქალაქებს ხო ვიღებთ, ამასაც გადავიღებთ. თუ ვინმე კიდე გამოწერის გარეშე გვიყურებთ, მოიტარა გამოიწეკით, დააწეკით და დამთავრებული ამბავი. კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო. ვა.